მაშ ასე დავიწყოთ. პირველი ჩვენი სტუმარი არის ქართული ოცნების წევრი გიორგი სოციაშვილი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოკლედ დავიწყოთ ევროპარლამენტის თემით. მოგესალმებით. ევროპარლამენტში დებატები და ზოგადად სანქციებით შანტაჟი. როგორ ფიქრობთ, ხელის გადაგრეხვის პოლიტიკა რატომ განახლდა ისევ? მოგესალმებით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში მოწვევისთვის, მინდა მივესალმოთ ჩვენს მაყურებელს. ეს არ ახალია, ვხედავთ ჩვენი ძველი რაღაცა ამ გლობალური ომის პარტიის, ეგრეთ წოდებული Deep State-ის უსახური სერიები გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ხედავდით, რომ არაერთხელ სცადეს ეს ხელის გადაგრეხვის პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის მთავარი მიზანი, მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ იყო ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა, ერთგვარი რევოლუციური სცენარის განვითარება და ისეთი ხელისუფლების, ასე ვთქვათ, მოყვანა თავიანთი სურვილით, რომელიც ადვილად დათანხმდებოდა აი ამ სცენარის განხორციელებაზე. თუმცა ჩვენ დავინახეთ ჩვენი ხალხის სიმტკიცე, ჩვენი ხელისუფლების კეთილგონიერება, შეუსწრეტელობა და ყოველგვარი გადაჭრაბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ არ ყოფილიყო ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ასეთი მტკიცე პოლიტიკა და ჩვენი გუნდის მტკიცე პოლიტიკა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი მყავს ხედულობაში, ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდ უბედურებაში გაიხევოდა და გარდაუვალი იქნებოდა ის სცენარი, რომელიც დატრიალდა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში და ხედავთ, რომ მრავალმილიონიანი ქვეყანის დიდი ნაწილი მიწისპირისაგან არის აღგვილი და ხედავთ ახლა ჩვენ, რომ ეს გლობალური ომის პარტია, რომელიც ხშირად კილიკობდნენ, რომ აი თითქოს ჩვენი მოგონილი იყო და თითქოს ჩვენ რაღაცა მითი შევქმნით ამაზე და დაინახეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა როგორც კი ინაუგურაცია, როგორც კი ის შეუდგა თავისუფლება მოსილების განხორციელებას, მაშინვე დააანონსა სხვადასხვა სამსახურებიდან, მათ შორის ფედერალური უწყებებიდან აი ამ Deep State-ის, აი ამ ბნელი ძალის წარმომადგენელთა ასე ვთქვათ განდენა, რომელმაც თავისი დაღი დაასვეს, არა მხოლოდ მთელ მსოფლიოს და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯი დაამსხვრიეს. ასე რომ ეს მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრჯერ იყო ამის მცდელობა, თუმცა ვიმეორებ, რომ როგორი წარუმატებლობითაც დამთავრდა, სიმართლე ყოველთვის არის ჩვენ მხარეზე, ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესები არის ყველაზე მთავარი და თავისთავად ცხადია ეს არ გამოუვათ ჩვენს ავის მოსურნეებს. ასე რომ მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ევროპის ბევრი ბიუროკრატი დაადგება კეთილგონიერებას მოუხმობს და ჩვენთან ურთიერთობას გააგრძელებს ისე როგორც ეკადრება სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ბატონ გიორგი, თქვენ ახლა საუბრობდით ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, რაც შეეხება პოლიტიკურ შანტაჟს, რაც თქვენი შეფასებით ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხდება. ამჯერად შვეიცარიული ბანკის მეშვეობით, მაგალითად, გამოსავალს რაში ხედავთ? ერთის მხრივ ქვეყანას ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვს, მეორე მხრივ გრძელდება ისევ პოლიტიკური შანტაჟი ამ კუთხით. როდისთვის ელოდებით ამ პროცესის შეწყვეტას, ან რამ უნდა განაპირობოს პოლიტიკური შანტაჟის დასრულება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ? გადატვირთვის იმედი ჩვენ ნამდვილად გვაქვს, იმიტომ რომ დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობა უალტერნატიუა და ამერიკის შეერთებული შტატები იყო, არის და რჩება და იქნება ცხადია ჩვენს მთავარი სტრატეგიული პარტნიორად და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ახალი პოლიტიკა, ახალი ეპოქის დასაწყისია, მოდი ასე ვთქვათ, მთელი მსოფლიოსთვის და მთელი მსოფლიო იმედის თვალით უყურებს, რომ მთელ მსოფლიოში ჩანელდება ეს ცეცხლის კერები, დამთავრდება ეს ომები და ხალხი ამოისუნთქებს, იმიტომ რომ ძალიან მძიმე პერიოდი გაიარა მთელმა მსოფლიომ, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა მას. მოგეხსენებათ, რაც შეეხება ახლა ამ შანტაჟს და შვეიცარიული ბანკის აი ამ რაღაცა მორიგ ასე ვთქვათ შანტაჟის ენით საუბარს, გეტყვით, რომ თვითონ აი ამ წეღარ ვახსენე გლობალური ომის პარტია Deep State და თავიანთ საკუთარმა პრეზიდენტმა იწუნია ეს ყველაფერი. მოგეხსენებათ თქვენ, რომ რა უსამართლობის მსხვერპლი იყო და რაები გადაიტანა ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, მასზე როგორი თავდასხმები განხორციელდა, რაზე წოლები არსებობდა და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ ბნელ ძალას, როცა კავკასიაში წინაღუდგა ადამიანი, რომელმაც თავისი ქვეყნის ინტერესები, თავისი სამშობლოს ინტერესები დააყენა ყველაფერზე მაღლა, მე საუბარი მაქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვიკვირს მის წინააღმდეგ განხორციელებული აი ესეთი ამბები. ეს ერთი ორკესტრირებული შემოტევის ერთ-ერთი ნაწილია შვეიცარიული ბანკის ასე თქვა ჩანტაჟი და ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ეპოქის დასაწყისი ვახსენე და შემთხვევით არ მიხსენებია პრეზიდენტ ტრამპის ახალი პოლიტიკა თავად მან ასე განსაზღვრა, ოქროს ხანადგება ამერიკისთვისო და ეს ახალი პოლიტიკა და ახალი ეპოქა შეეხება ვიმეორებ ყველა თითქმის მთელ ცივილიზებულ სამყაროს და ძალიან ბევრ ქვეყანაზე აისახება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შანტაჟი, ეს უსამართლობა ძალიან მალე დასრულდება
ძალიან მალე დასრულდება. ამ ბნელი ძალის დამარცხება 24 საათში არ არის ესე ადვილი და მარტივი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ უწყებაში, ძალიან ბევრ ასე ვთქვათ, ქვეყნებში აქვს ამათ ფესვები გადგმული, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის იმარჯვებს სიმართლე, სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე ცხადია და პრეზიდენტ ტრამპის მოსვლა ხელისუფლებაში და აი ამ ახალი ჯანსაღი ძალების მოსვლა, რომელიც მართლაც დაუბრუნებენ ძველ დიდებას და ჯანსაღ პოლიტიკას დაიწყებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს შეეხება მთელს ცივილიზებულ სამყაროს და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ნახეთ, აქვე მინდა მოკეთ გიორგი ბაჩიაშვილის საკითხს შევეხოთ, დღეს მოვისმინეთ მისი კომენტარი, ის არ მალავს, რომ კავშირი აქვს აქციებთან. რა სიცხადე შეიტანა თქვენს მოსაზრებებში ამ ფაქტმა, როგორ ფიქრობთ, თუ გავყვებით თანმიმდევრულად პროცესს, რომ მას მფარველობს შვეიცარიული ბანკი, ის კი კავშირში ანტისახელისუფლებო აქციებთან? კი ბატონო, მე პირდაპირ გეტყვით, რომ ამ პიროვნების გვარის დასახელებაც არ მინდა და საეთერო დროის დახარჯვაც კი არ ღირს, მე ვფიქრობ ამ პიროვნების შესახებ რომ ვისაუბრო, იმდენად ამაზრზენი არის განცხადებები, რასაც ეს კაცი აკეთებს. ქართულ ლექსიკაში არსებობს რამდენიმე სიტყვა და აი ამ რამდენიმე სიტყვასთან ასოცირდება ამ ადამიანის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები. ეს არის ცრუპენტელობა, ეს არის ჭორაობა, ეს არის ღალატი და თვითლუსტრაცია მეტი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, როცა თვითონ ამბობს, რომ ესე იგი ჩართული იყო ანტიქართულ კამპანიაში, საკუთარ ქვეყანაში აფინანსებდა საკუთარი ქვეყნის გადატრიალების პროცესს, საკუთარი სახელმწიფოს დამხობის პროცესს და ეს იყო მისი მთავარი, ასე ვთქვათ, იდეა და მთავარი მიზანი. აი მეტი რა უნდა გააკეთოს და რა უნდა თქვას, ესე იგი, რომ სხვა მეტი მტკიცებულება რა გინდა ადამიანს ამაზე და თავისთავად ცხადია, ჩვენ წეგან ვახსენეთ, ეს ერთიანი შემოტევა იყო და ამ შემოტევის ნაწილია და ჩვენი ქვეყნის ისტორიას ბევრი ბრწყინვალე პერიოდი აქვს თავისთავად ცხადია, მაგრამ ჩვენ ბევრი მოღალატეს გვინახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან სწორ შეფასებას გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. არსებობენ შუბლის ძარღვ გაწყვეტილი ადამიანები და არიან შუბლის ძარღვის გარეშე დაბადებული ადამიანები და თავად მას კითხონ, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ეს ადამიანები. თქვენ როგორ აღიქვით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება მაგათაც შეაჩეროს უცხო ქვეყნის დაფინანსება? ქართული ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ეს დაფინანსება თუ მართლაც შეწყდა, მალევე აღდგება. აი ზოგადად რამდენად პრობლემატურია ეს საკითხი ხელისუფლებისთვის და თუ მართლაც აღდგა დაფინანსება, რამდენად ელოდებით პრიორიტეტების ცვლილებას ამ შემთხვევაში? მე ვფიქრობ, რომ ცოტა ხანში არ გამიკვირდება თუ ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, თუმცა ეს ოპოზიციაც აღარ ეთქმის ისე დაკარგა სახე ამ რადიკალურმა გაერთიანებამ, რომ შეიძლება რუსული გადაწყვეტილებაც კი დაარქვან და ასე მოიხსენიონ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება და ჩვენ როდესაც ეს გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ და აქ რა იყო მიუღებელი, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობა გსურს, თავისთავად ცხადია, ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალობა, დეკლარაცია მოვითხოვეთ, რომ გაეკეთებინა დეკლარაცია თითოეულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რატო ფინანსდებოდა, მიზნები რა იყო ამ დაფინანსების და სად იხარჯებოდა, გამჭვირვალე ყოფილიყო და ეს მოითხოვა, სხვა კითხვები კი არ გაჩენია პრეზიდენტ ტრამპს, რომ ეს ფული რეალურად რაც უნდა მოხმარებოდა კარგ საქმეებს, სოფლის მეურნეობის განვითარებას, სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას, განათლების მიმართულებით, კულტურის მიმართულებით, სინამდვილეში ხმარდებოდა აგენტურის დაფინანსებას დიდ ნაწილში და ხდებოდა რევოლუციური სცენარის მომზადება და ამ რევოლუციურ სცენარში იხარჯებოდა მომზადდა გარკვეული ძალები, რომლებიც შემდეგ უკვე პოლიციაზე ძალადობდნენ და იცით თქვენ რომ რამდენიმე მცდელობა არსებობდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისა და რევოლუციური სცენარის განხორციელების და როდესაც დაინახა პრეზიდენტმა ტრამპმა რომ ამერიკის ინტერესები ესე შელახულია, იმიჯი შეილახა მსოფლიოში აი ამ ბნელი ძალების მიერ და ეს ფული ამერიკელი მოქალაქეების შემოსავლები, მათი გადასახადები იხარჯება ასე უაზროდ და ხმარდება რაღაცა ბნელ საქმეებს, ბუნებრივია მას გაუჩნდა ეს კითხვა და თავისთავად ცხადია, ჩვენ მომხრენი ვართ რომ და ხარს უჭერთ რომ სხვადასხვა პროგრამები განხორციელდეს, დაფინანსება იყოს, მაგრამ ეს უნდა იყოს გამჭირველი, უნდა მოხმარდეს თავის ნამდვილ მიზნებს. ეს უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, არა რაღაცა სხვადასხვა პიროტექნიკის საკიდლად და რაღაცა სხვადასხვა ასაფეთქებელი საშუალებების და მოლოტოვის კოქტეილების დასამზადებლად. არამედ ეს უნდა მოხმარდეს თავისთავად ცხადია სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას, როგორიც არის ბევრი მიმართულებით, ბევრი სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის, სოციალური სფეროში და ასე შემდეგ.
და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება, იმიტომ რომ შეუძლებელია ესე გაგრძელება, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა ეხლა მე ხშირად უყურებ ხოლმე და ქართული ოცნების წარმომადგენლებს რაღაც დოკუმენტურ ფილმებს ამზადებენ, რაღაცა ათასისულელებს იგონებენ და თავიანთ ქონებას გადახედონ, თავიანთ ნაშრომ თანხებს გადახედონ და თავიანთ უძრავ-მოძრავ ქონებას საიდან აქვთ ეს ამხელა შემოსავლები, ეს ამხელა ქონება, ვისი დაფინანსებით აქვთ და რის ხარჯზეა საკუთარი ქვეყნის გაყიდვის აგენტურული საქმიანობის, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ომში ჩათრევის მცდელობისთვის აქვთ ეს თანხები მათ მიღებული თავის დროზე და ამითი მოითბეს მათ ხელი და ამითი შექმნეს საკმაოდ დიდი ქონება შეიძინეს ამითი და ამ ყველაფერს ფარდა რო ეხდება თავისთავად ცხადია, ბუნებრივია რომ მათთვის არასასიამოვნო პროცესია, მაგრამ დღეს თუ ხვალ ეს საკითხი დადგება და აგერ პრეზიდენტმა ტრამპმა ერთ-ერთი ემთხვევა ჩვენი ხელისუფლების ხედვა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ხედვა. მეტი რა უნდა თქვას ამ კაცმა მოსვლისთანავე თქვა რომ სოფლიოს ჭირდება მშვიდობა, რომ სოფლიოში ბუნებაში არსებობს ორი ბუნებრივი სქესი, დედრობით და მამრობითი და ახლა უკვე აი ამ დაფინანსებაზე გააკეთა განცხადება, რომ 90 დღე გარკვეული ესე თქო შეჩერება იქნება და ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებას კიდე ბოლო განცხადებას ეხლა ხო მეტი რა უნდა თქვას, რომ ეროვნული ინტერესების წამოწევაზეა საუბარი. ჩვენი მთავარი მიზნები ქართული ოცნების ხელისუფლების რა იყო? მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებზე ფიქრი, საკუთარ ქვეყანაზე ფიქრი, საკუთარ ხალხზე ფიქრი და სწორედ ესა თქვა ახალმა სახელმწიფო მდივანმა, რომ ეროვნული ინტერესების გარეშე როგორ შეიძლება ქვეყანა ააშენო და მე ის ქვეყანა იყოს ღირსეული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების. თუ მშვიდობა არ იქნება, თუ ეროვნული ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული და არ იქნება დაცული, თავისთავად ცხადია, არავისთვის საინტერესო ქვეყანა არ იქნება და არავისთვის არ იქნება პარტნიორობის გამწევი, ეს ასეა. კი ბატონო. ნახეთ, რაც შეეხება ლორა თორნტონს, დღეს საკმაოდ გავრცელდა ვირუსივით სოციალურ ქსელში მისი განცხადება. ის იყო საქართველოში რევოლუციური პროცესების აშკარა და ღია მხარდამჭერი თუ ბრჭყალებში დამგეგმავი არა. კარგად გვახსოვს მაგალითად მაკეინის ინსტიტუტის შედგენილი გეგმებით. მისი ეს განცხადება, როდესაც დონალდ ტრამპს სექსუალური მოძალადე და დამნაშავე უწოდა, ამოატრიალებს თუ არა პროცესებს რევოლუციურ გეგმებშიც. და რამდენს შეცვლის ოპოზიციის რიტორიკასაც, რომლის წარმომადგენლებიც საკმაოდ დადებითად საუბრობდნენ ბოლო დროს ტრამპზე. ოპოზიციას ამოატრიალებს თქვენ ეკითხეთ და ოპოზიციას რაღა ამოტრიალება უნდა, ოპოზიცია ამოტრიალებული არის და სახეს დაკარგული აქვს. რაც შეეხება მაკეინის ინსტიტუტის განცხადებას, გეტყვით რომ მათ პირდაპირ განაცხადეს, პირდაპირ ღიად იყო ესე იგი ძალიან საჯაროდ მათი მიზნები და ამოცანები რაც იყო რომ უნდა მოემზადებინათ რევოლუციური ჯგუფები ქვეყანაში, სპეციალურად დაატრენინგეს ადამიანები, რომლებიცაც უნდა ჩამოეშალათ ქვეყანა, უნდა დაენგრიათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ქვეყანაში უნდა გაჩაღებული იყოს სამოქალაქო ომი. ეხლა წარმოიდგინეთ ეხლა ასეთი ძალისაგან, ასეთი ფსევდო ინსტიტუტისაგან და სხვათა შორის აქვე ამას ვიტყვი, რომ ასეთი ინსტიტუტისგან როცა შენი ყოფილი მავნებელი პრეზიდენტი სტიპენდიანტი ხდება, აქ ყველაფერი დღესავით ნათელია, რასთან გვაქვს საქმე, ხო? და შემთხვევით არ არის რომ ეხლა ეს ძალა, რომელიც რევოლუციებზე იყო ორიენტირებული, რაღაცა ომების გაჩაღებაზე, ხელისუფლებების გადატრიალებაზე, ბუნებრივია მათ არ სიამოვნებდა თავიანთ საკუთარ პრეზიდენტსაც კი ასეთ უკადრებელ რამეს კადრებენ, ხო? ახლა დარჩეული პრეზიდენტი, რომელიც ამერიკის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა აირჩია, ნდობა გამოუცხადა ყველა წესის დაცვით, ასე პირველივე ინაუგურაციის მეორე დღეს ასე ამკობენ, ასეთი სიტყვებით მიმართავენ და ეხლა ამ ხალხისგან, ამ ბნელი ძალისგან რა უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ ახლა ოპოზიციას რაც შეეხება ეხლა ეს ადამიანები რამდენიმე წლის წინ ესე იგი პრეზიდენტ ტრამპს მოიხსენიებდნენ როგორც რუსეთის პროექტად და რუსეთის აგენტად, ახლა მეორე გადმოატრიალეს ეს თავიანთი უსახური დისკი და სხვანაირად ალაპარაკდნენ და იქ ჩავიდნენ თითქოს ინაუგურაციაზე მიიწვიეს და რაღაცა სამარცხვინო კადრები გავცელა, ვინ ბუჩქის ძირას თმებოდა ცეცხლზე, ვის რაღაცა სადღაც იყო მოფარებულში, არავის არ მიუპატიჟი, არავის არ დაუპა, ზოგი მონიტორზე უყურებდა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია, სამარცხვინო იყო ეს კადრები და საკუთარი ამორჩევლის მოტყუებისთვის იაფასიანი რაღაც საშუალებები, მაგრამ დღეს ახლა 21 საუკუნეა, საინფორმაციო ეპოქაში ვართ, ციფრულ ეპოქაში ვართ და თავისთავად ცხადია, ვინ უნდა მოატყუა. ასე რომ, მაკეინის ინსტიტუტის განცხადება ძალიან კარგი თვალსაჩინო მაგალითია ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის, რომ ქართული ხელისუფლება ვის შემოტევებს იგერიებს მთელი ეს ამ ხნის განმავლობაში. ვის შემოტევებს იგერიებს, ვის უმკლავდებით. ხო წარმოგიდგენიათ, რომ ამერიკის პრეზიდენტს უპირისპირდებიან და ასეთ რაღაცებს კადრულობენ ჩვენთან და სხვა დანარჩენ ქვეყნებს, სადაც ისინი არსებობენ და ფუნქციონირებენ, რას გააკეთებენ და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა. მე ძალიან დიდი ოპტიმიზმი მაქვს იმისა, რომ ჩვენი გადატვირთვის პოლიტიკა ძალიან მალე განხორციელდება და საქართველოს
ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლება. საქართველოს უპირველეს ყოვლისა, ნახეთ, ხო, ამერიკა უპირველეს ყოვლისაო, რა თქვი, საქართველოს უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები უნდა კონდეს ყველაფერზე მაღლა და ამ შემთხვევაში სხვაც პატივს გცემს მე. აი ეს არის ჩვენი მთავარი დევიზი და მე კიდევ ერთხელ მივესალმები, რომ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენი ურთიერთობა გაჯანსაღდება და ეს ასეც იქნება დარწმუნებული. ბუნებრივია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ეხლა კი მივესალმებით ჩვენში